გამარჯობა. დღეს გიამბობთ ჩემს პირველ კანადურ სამსახურებრივ გამოცდილებაზე. ეს არის ნავთობი, ნავთობზე ვიმუშავე, როგორც კი ჩამოვედი და ამ ვიდეოს ბოლოს გეტყვით თუ რამდენი გამოვიმუშავე და რამდენი დამჭა თვეში ამ ნავთობზე მუშაობით. საკმაოდ სოლიდური თანხაა დამიჯერეთ. მოკლედ დავიწყეთ. რითი დაიწყო ეს ყველაფერი? ჯერ კიდევ თბილისში როცა ვიყავი და უკვე გადაწყვეტილი ქონდა კანადაში წამოსვლა, ვიცოდი რომ რაღაც სამსახური უნდა მომეძებნა. დავიწყე ინტერნეტით ზებნა და Facebook-ზე მივაგენი ვიღაც ქალბატონს, ვისაც ქონდა ატვირთული რაღაც რეკლამები, რა ტიპის სამსახურებია ნავთობზე და ასე შემდეგ, რა ტიპის სერტიფიკატები დაგჭირდებოდა და მოკლედ ერთი სიტყვით გამზადებული ვიყავი, როგორც კი ჩამოვედი კანადაში, პირველი რაც გავაკეთე ამ საბუთების შემდეგ, ავიღე პირველადი დახმარების სერტიფიკატი. თუ გინდათ ნავთობზე მუშაობა, ამ სერტიფიკატის გარეშე არ აგიყვანენ. დაახლოებით არა 2 დღიანი კურსია და მე როცა ავიღე, მაშინ იყო $200. ეხა რა ღირს არ ვიცი. მეორე სერტიფიკატი ეს არის H2S, H2S, ანუ გასთან მუშაობა, რაღაც 4 თუ 5 საათიანი ტრეინინგია. ეგეც დაახლოებით ეგრე $250 ღირს და მესამე რაც ავალდებულია კანადური მართვის მოწმობა მეხუთე კლასის. ეს სამი საბუთი მქონდა, მივედი job fair, ესე ქვია, სამსახურების გამოფენა. გავიცანი იქ ნავთობ კომპანიის წარმომადგენელი, ბილი ქვია, ეხაც მახსოვს. მივეცი ჩემი CV და რამოდენიმე დღეში დამირეკეს. მოკლედ პირველადი ეტაპი იყო გასაუბრება. გადამაგზავნეს ეს ჩემი ყველა საბუთი, სერტიფიკატები, სამუშაო უფლება, პასპორტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მერე ანუ ესე თანმიმდევრულად რომ მოგიყვეთ რა, როგორ და რანაირად იყო, შემდგომ თუ არ ვცდები, ხო, ნარკოტესტი ჩამიტარეს, ალკოტესტი ჩამიტარეს, რაღაცა კარდიო ანუ vision ტესტი ჩამიტარეს, სმენაზე ჩამიტარეს ტესტი და კიდე ვარჯიშები გამაკეთებინეს რამოდენიმე კარდიო და მოკლედ დაერთებული მქონდა რაღაც აპარატები და რო დავრბოდი ჩემი გულისცემა და პულსი ყველაფერს აჩვენებდა. მოკლედ გამოვდექი ერთი სიტყვით. თავდაპირველ პირველ ხო რის თქმა მინდა, აი დაწყებიდან სამსახურში გასვლამდე დაახლოებით თვენახევარი დამჭირდა. სანამ ეს ყველა კურსი გავიარე, ეს ტესტები ჩავაბარე, სანამ HR-მა მოკლედ ყველაფერს ხელი მოაწერა და დაიწყეს ჩემი მომზადება, ყველა რო დავიწყე ეს ყველაფერი, თვენახევარში გავედი სამსახურში. ვიყავი შოპში, პირდაპირ ნავთობაზაზე არ გამეშვეს. ეხლა შოპი რა არის? შოპი არის ესეთი რაღაცა ადგილი არის, გარაჟი ჩვენ ენაზე, სადაც ფაქტიურად ის ტექნიკა და აპარატურა მოაქვთ, რომელიც მოიპოვებს ნავთობს. მე ვიყავი დამხმარე, ხან რაღაც დიდ კონტეინერებს მარეცხინებდნენ, ხან რაღაცა უნდა მომეშვა, რაღაცა დამემაგრებინა, მოკლედ სუჩაკუჩი, ბრტყელტუ ჩამეჭირა ხელში ატვიორკა და დავრბოდი რასაც მეუბნეოდნენ, იმას ვაკეთებდი. ხან ვასუფთავებდი რაღაცეებს, მაგრამ საკმაოდ დიდ ფულს იხდიდნენ ამაში. გრაფიკი როგორი იყო შოპში ჩემი? მე ვცხოვრობ კალგარიში, მაშინაც კალგარიში ვცხოვრობდი და ეს ჩემი შოპი იყო 300 კილომეტრში აქედან. სასტუმრო ამიღეს 2 კვირით, იმიტომ რომ გრაფიკი სამსახურის ესეთი არის. 1 კვირა სახლში ხარ, 2 კვირა ბაზაზე ხარ. 1 კვირა სახლში ხარ, 2 კვირა ბაზაზე ხარ. ამიღეს სასტუმრო, 14 დღე ვიყავი იქ. გრაფიკი მქონდა დილის 7 საათიდან 4 საათამდე, ანუ ოვერთაიმების გარეშე. შოპში ვიმუშავე 2 კვირა და შემდგომ შემომთავაზეს უკვე ნავთობ ბაზაზე გადასვლა, რაზეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, იმიტომ რომ არ ვიცოდი რა იყო. გავაგრძელეთ. ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ ნავთობ ბაზაზე მუშაობა? იქაც იგივე პრინციპია რა, 2 კვირით გადიხარ, 1 კვირა სახლში ხარ. ხარჯი გაქვს 0. კვებიდან დაწყებული, კვება, ტრანსპორტირება, accommodation, ანუ საცხოვრებელი ადგილი, ყველაფერს უზრუნველყოფს ეს ნავთობ კომპანიები. მუშაობ 14 დღე, ანუ შენი სმენა არის 14 დღე. ამ 14 დღიდან 7 დღე ხარ დღის სმენაში, 7 დღე მუშაობ ღამის სმენაში. ეხლა შევეხოთ ანაზღაურებას. სანამ ანაზღაურებაზე გადავალ, მინდა ესეთი ყურადღება გავამახვილო, გითხრათ კონკრეტულად რას ვაკეთებდი. მოკლედ 80%
რასაც მე იქ ვიყავი 14 დღის განმავლობაში, რასაც ვაკეთებდი, ეს არის დიდი მილების დაერთება. მოკლედ რაღაცა დიდი მილი ჩამოდის, 4 კაცი ვართ ფლორზე, რაღაცა ჯაჭვიანი რაღაცეებია, რკინის რაღაცეებია და აქედან მიწაში რაც ჩადის დიდი მილი, ზემოდან ვაერთებდით კიდე ერთ მილს და ეს ყველაფერი ჩადიოდა დაბლა. მოკლედ ბურღვითი სამუშაოები ესე ქვია რა. ხო, მუშაობდი 12 საათს. პირველი 8 საათი არის სტანდარტული ანაზღაურება, ანუ რაც გაქვს ანაზღაურება და დროა პრინციპში ანაზღაურებას შევეხო, $30-დან იწყებოდა ანაზღაურება საათში. გადასახადებამდე. $38 მერგებოდა პირველ 8 საათში სმენაში, მაგრამ სმენა იყო ჩემი 12 საათი და შემდგომ 4 საათი მიწევდა უკვე სტანდარტული ეს $38 გამრავლებული 1.5-ზე. ანუ თუ დღეში თუ სწორედ მახსოვს დაახლოებით სუფთა ფული გადასახადების მერე $700-750-მდე გამომდიოდა. ამ ხელფასის გარდა კიდე ყოველდღიურად გიხდიდნენ $40, ეს $40 იყო იმის თანხა, რომ ამ გაზებს და ბინზურ ჰაერს უნთქავდი ასე რომ ვთქვათ რა. თითო სმენაში, თითო დღეში დამატებითი $40 მაგაზე გერიცხებოდა. პლუს თუ კვებით არის ვარიანტები, თუ კემპში მიდიხარ და კვებას ანუ კომპანია უზრუნველყოფს და ხშირ შემთხვევაში ასე არის, შენ ფული არ გეხარჯება არაფერში რა, არც ტრანსპორტში, არც საცხოვრებელში, არც საჭმელში. მაგრამ არის ზოგჯერ შემთხვევები, როცა კომპანია არ უზრუნველყოფს საჭმელს და დამატებით დღეში $200 გიხდის. ანუ საჭმელს არ გაჭმევს, მაგრამ გაძლევს დღეში $200 და $200-ად ეხლა დღეში $200 აი ესე ყოფნის რა. ხო და ვიდეოს ბოლოს მოკლედ ესეთი რაღაცი თქვა მინდა, პირდაპირ მე ვეცდები რომ განახოთ ეკრანზე ეს ჩემი თანხები და აი ესეთი რაღაცა არის ეხლა, რასაც ვიპოვე ეს ჩემი ფეისტაბი ერთ-ერთი. აგერ მიწერია, თანხებსაც გეტყვით პირდაპირ რა გამომივიდა 10 დღის განმავლობაში რა დამერიცხა ხელფასს. ანუ აი ყურადღებით მინდა მომისმინოთ. დარიცხული თანხა შეადგინდა $7,027. მოკლედ 10 დღის ფეისტაბს გეუბნებით. 10 დღეში კომპანიამ დამერიცხა $7,027. აქედან გადასახადები იყო ეხლავე $2,358, ну ცენტებს არ ვიმაშვები, 7,300 გამოკლებული 2,358. ხელზე ავიღე, ანუ ბანკში ჩამერიცხა სუფთა თანხა გადასახადების მერე $4,654. ანუ 10 სამუშაო დღეში მივიღე $4,654. მოკლედ, საკმაოდ დიდი თანხაა დამეთანხმებით და ანუ ვინც კანადაში ჩამოდის, პრინციპში ყველა ნატრულობს იმას, რომ ნავთობზე მუშაობა კაია და დიდი ფულია. კი, გეთანხმებით, დიდი ფულია, მაგრამ ერთი დიდი მინუსიც აქვს. თუ ოჯახით ხართ ჩამოსული, 14 დღე ჩათვალეთ, რომ არ ხართ სახლში და სადღაც ხართ in the middle of nowhere, მაგრამ კაი ფულს ჩამოიტანთ. მაგრამ ის ერთი კვირა, რომ ჩამოხვალთ სახლში, გჭირდებათ მასაჟები, აკუპანქჩერ, ფიზიოთერაპია და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მუშაობ ღამე ზამთარია -40-ია, ვერთბები და 12 საათი ხარ სმენაში, ანუ გარეთ ხარ, ოფისი სამსახური არ არის. ტკივილები გეწყება მხრების არეში, კისრის არეში, ზურგში და ის ერთი კვირა რო ჩამოდიხარ, პრინციპში სულ იმისთვის გინდა რომ ცოტა აზე მოხვიდე და ოჯახს ჩაეხუტო და ის ერთი კვირაც ისე მალე გაივლის, რომ მოკლედ თვალის დახამხამებაში ერთი კვირა აღარ არის და ისე უნდა გაემგზავრო ომში წახვიდე. მე ვერ გავძელი და ორ კვირაში პრინციპი ორ თვეში უფრო სწორედ წამოვედი, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ გავძელი რა. აი ეს არის მოკლედ ჩემი გამოცდილება ნავთობზე. თუ ვინმეს რაიმე შეკითხვა გაქვთ, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ და ვინც უკვე ჩემი ფოლოვერები ხართ, დარწმუნებოდით იმაში, რომ ძალიან მალე ვცემ პასუხს ყველაზე. დამოფოლოვერეთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი ქართველმენის და ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში არ მოგერიდოთ, ან პირადში მომწერეთ, ან პირდაპირ კომენტებში დაწერეთ და შეძლებისდაგვარად გიპასუხებთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ყველას გისურვებთ წარმატებას. ნახვამდის.